მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ ზიხართ ეხლა თუ შეგხვდათ ეს ვიდეო, გაინტერესებთ ვინ ვარ და რა ჯანდაბა გვინდა, ხო? მოკლედ გადავწყვიტეთ ასეთი რამ. მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ერთად გაგაცნობთ თავის თავს. ვაპირებთ რომ სოფლიო ჩემპიონატის მუნდიალის განმავლობაში ვაკეთოთ ვიდეოები. და იქნება საფეხბურთო ვიდეოები, მიმოვიხილავთ მატჩებს, გავიხსენებთ ძველ მუნდიალებს და ერთმანეთში ესე ვთქვათ ჩელენჯებიც გვექნება. დღეს კი რაღაც ასე სატესტოდ გავაკეთებთ და მიმოვიხილავთ ჩემპიონატებს, რომელიც დამთავრდა უკვე, ინგლისში დამთავრდა, ესპანეთში და ყველგან დამთავრებულია და პატარა ანალიზს გავაკეთებთ. ახლა კი სიტყვას გადავცემ ირაკლი რაღაცა უთხარი შეიძლება. მოგესალმებით ძიფოს მაყურებლებო, მე ვარ ირაკლი ვაშაკიძე, ძველი სპორტსმენი. ეხლა ამჟამად ბავშვებს ვარ შეფეხბურთში და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატი ეს არის ყველაზე დიდი და ყველასთვის საინტერესო და საყვარელი ჩემპიონატი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, როგორც ჩვენთვის, ისე ყველასთვის. და დარწმუნებული ვარ, რომ ისამონებთ ჩვენი პოდკასტითაც და ასევე სოფლიო ჩემპიონატის მართალია ჩემს ცოტას დავეთანხმები და დავემოწმები. დამთავრდა შიდა ჩემპიონატები, ფეხბურთელები უკვე სრული დატვირთვით, უკვე სრული მობილიზებით გაიმგზავრნენ ეროვნულ ნაკრებებში, დაიწყება უკვე მომზადებები და ზუსტად 11 რიცხვში მექსიკაში სტარტს აიღებს სოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც გაიხსნება თამაშით მექსიკა-კანადა. ძალიან კარგი თამაში იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მეტი და ამოწურვადი ინფორმაცია გადმოგცეთ თქვენ მაყურებლებს და შევეცდებით, რომ თქვენთვის ვიყოთ საინტერესო. ხო, კიდე იმას დავამატებდი, მე დაგეთანხმები, იმიტომ რომ ზოგადად სოფლიო ჩემპიონატი ისეთი ზეიმია საფეხბურთო. ჩემთვის საფხული ასოცირდებოდა ყოველთვის აემოთ. თან 4 წელიწადში ერთხელ არის. აი, ევროპის ჩემპიონატიც არის, მაგრამ ვერ მოვა რა ამასთან რა. სულ სხვა რა ფილოსოფია აქვს სოფლიო ჩემპიონატს, წარმოიდგინე სხვადასხვა კონტინენტის ჯახია, ხო? ეხლა მაგალითად აზიას გულშემატკივრი ის როგორია, აზიის განსხვავება, აფრიკელები რო გაგიჟებული აფრიკელების ესე ვარი ხოლმე კადრები. ერთ სანახაობაა რა და ასწორებს რა და ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყველაფრის ფონზე, ფეხბურთზე ვისაუბრებთ და როგორც ვთქვი, განვიხილავთ განვლილ მუნდიალებსაც. დღეს კი მოდი რახან ესეთი საუბარი წავიდა, ვისაუბროთ მოდი ესპანეთით. დავიწყოთ ესპანეთით, რომელიც მართლა ძალიან დაძაბულს ვერ ვიტყვი, მაგრამ სანახაობრივი გამოდგა მაინც იმ მხრივ, რომ მოგეხსენებათ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი არის ძალიან კონკურენტუნარიანი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი გამოდის, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ლიგიდან ამოვა ეს გუნდი, თუნდაც ლა ლიგაში. ფეხბურთი ზოგადად ძალიან ინტენსიური სპორტია, მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, ძალიან დიდ მონდომებას და ფეხბურთელები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჩემი აზრით, წლევანდელი ლა ლიგის ჩემპიონატი მართლა ძალიან კარგი იყო, დასამახსოვრებელი ბევრი ეპიზოდიც იყო, თუნდაც მატჩი. ესპანური გუნდები მოგეხსენებათ ძალიან ლაღდა სანახაობრივ ფეხბურთს გთავაზობენ. შეიძლება ბოლო წლებში მოიკოჭლებენ, იმიტომ რომ აღარ არის ისეთი სათამაშო დონე ჩემოსოთე მოგეხსენება როგორც მოდეში გაწყვეტინებ წელს ლა ლიგა, პრემიერ ლიგა დაჩაგრა ცოტა რა. კი, ანუ სანახაობრის კუთხით დაჩაგრა მართალია, იმიტომ რომ მოდი არ გადაუხრო მაინც ლა ლიგიდან. ლა ლიგაში 3 გუნდი, მოგეხსენებათ ეს 3 გუნდი ბწყალებში, ანუ ცუდად ვინმე არ გამიგოს, რომ იგივე ლევანტეს, იგივე ალმერიას, მალიორკას, ნებისმიერ ესპანურ გუნდს ძალიან დიდ პატივს სცემ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი გამოდის ლა ლიგაში. ყოველთვის ყველაზე მთავარია რომ ეს ტურნირი შემოსულდეს დამეთანხმები რომ კონკურენტუნარიანი იყოს. იმიტომ რომ არავის არ აწყობს რომ 2-3 გუნდი იყოს. თუმცა იყო მაინც ისეთი მომენტები, იყო ისეთი თამაშები, რომ 1-2 თამაშმა გადაწყვიტა მაინც ჩემპიონის ბედი. დავიწყოთ მოდი ეგ ესპანეთს ნაკლებად ჰქონდა. კი, რაღაც ისეთი ნაკლებად ჰქონდა. ეგ მარტო ინგლისში მოხდა. ინგლისში მოხდა. მაგაზეც ვისაუბროთ. კი. მოდი დავიწყოთ, მოდი მადრიდის რეალი დავიწყოთ. მადრიდის რეალის გულშემატკივარი გახლა ვარ. მე კიდე აგერ ხედავთ მაზოქისტი გადასული, რომ მითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ რეალის დღევანდელი სიტუაციით, ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ მოდი დავიწყოთ მადრიდის რეალი და მადრიდის რეალის თამაშებით. დაიწყე. რასი სეზონი იწყებოდა სეზონის სტარტზე. ყველაზე მნიშვნელოვანს ვიტყვი ჩვენი მაყურებლებისთვის შემოწმოთ დამეთანხმები. წვრთნელის უგულებელყოფა არის ყველაზე დიდი შეცდომა დიდ ფეხბურთში. მიუხედავად იმისა, რომ ახლად გადმოსული ჩაბი ალონსო მადრიდის რეალს ასე თუ ისე ვერ მოერგო,
იყო ჩავარდნელი მატჩები, იყო იგივე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სადაც მადრიდის რეალმა არც თუ ისე კარგად იასპარეზა. იყო ლა ლიგის თამაშები, სადაც მადრიდის რეალმა თითქოს დაიწყო კარგად, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთი დისციპლინის და ასე ვთქვათ, შრომის გარეშე ძალიან ძნელი არის. როდესაც გუნდში დიდი დისციპლინა არ სუფევს, როდესაც გუნდში პატარ-პატარა შეთქმულებები არის, როდესაც გუნდში არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე მთავარი არის ფეხბურთისთვის. გუნდი არის ერთი დიდი ოჯახი. მოგეხსენებათ შემოწოდნე. ფეხბურთი ეს არ არის, რომ აი მოდი გავიდეთ ვითამაშოთ და რაც არის შედეგზე, ეგრე არ არის. ფეხბურთი დღევანდელი ფეხბურთი მით უმეტეს მოგეხსენება, რომ ძალიან შეცვლილი არის. ერთი-ორი წუთი უბრალოდ იმას ვიტყვი მადრიდის რეალზე, რომ ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ჩაბი ალონსოს გაშვებით, რაულ არბელოვას არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ ჩემი აზრით, ჩემი მოწიწებული აზრით, ჯობდა რომ უბრალოდ ჩაბი ალონსოსთვის დაეცადათ, იქნება არასაღწევდა ეს კაცი ხა ჩემპიონობას ფლად ესე პირველივე წელს ვერ მოთხოვ, მაგრამ თან ადოს მოვიდა, ხო? თან მოვიდა ისე დროს, ანუ სეზონის შუაში მოვიდა მოგესალმება. ალონსო გაუშვეს, ალონსო გაუშვეს, მე მოვიდა არბელოა და არბელოას მოსვლის შემდეგ იყო 2-3 თამაში, სადაც თითქოს მადრიდის რეალის გულშემატკივრას იმედი მიეცა, რომ აი ცოტა გუნდი მოიქოქება, ასე რომ ვთქვათ, ცოტა იმედი გაჩნდა, იმედის ნაპერწკალი, რომ აი ლა ლიგას მაინც ლა ლიგის ტიტულს მაინც წაეჭიდავებოდა მადრიდის რეალი, მაგრამ მოგეხსენებათ სეზონის ბოლოს, უკვე სეზონის ბოლო მონაკვეთში მოხდა მადრიდის რეალში ისეთი რაღაცა, რაც ყოველდღე მიუღებელი არის ზოგადად ცხოვრებაში. იმიტომ რომ გუნდში, სადაც წუთნელ შემოწოდნე ბოდიშამ სიტყვაზე და თავზე ახტებიან და წუთნელი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი საფეხბურთო კლუბისთვის. მით უმეტეს მადრიდის რეალზე ვსაუბრობ. სამეფო კლუბი ჩემამდე არ დადის უბრალოდ რა მიზანი ქონდა ამ ყველაფერს, რომ აი იგივე ვალვერდე ჩუამენისის რო ავიღოთ დაპირისპირება. აი მართლა რო პატარა ბავშვები არ მოიქცეოდნენ ეგრე, დაპირისპირება მოხდა, არ არის მისაღები, რომ აი ესე ფეხბურთელი ხელით შეეხოს ფეხბურთელს. რაც შეეხება თან ეგრო ხდება მადრიდში, რომელიც მადრიდში ყოველთვის გამოირჩეოდა აი აკადემიურად და დისციპლინებული ფეხბურთელებს წიდულობდნენ ყოველთვის. ეგეთი რაღაცა არ მახსენდება. კი, შეიძლება ქონოდა რეალს ცუდი პერიოდი, მაგრამ ფეხბურთელებში ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ახლა აღარ წამოვიდა ის ნაკადი ფეხბურთელებში, თორე აი მე ვიცი მაგალითად აი ჩემი ძმა ესპანეთში ცხოვრობს და იქ მადრიდის თამაშებზე დადიოდა და ერკვევა რა აი იქაურში და სამზარეულოში ასე ვთქვათ რომ ანუ ფეხბურთელს არ იყიდის თუ არა აქვს ელემენტარული ზოგადი განათლება. კი. ანუ ვინც რეალში უთამაშია, ეხლა აღარ ვიძახი, იმიტომ ძალიან ბალაგალი არის რა. აი ჩამოვყვეთ ეხლა აი 2000-იანებიდან რეალში ვინებს უთამაშია, ხო? კი. აი ყველას ქონდა მაღალი ინტელექტი, IQ ქონდა მაღალი და თამაშობა პროფესიონალები კი არიან ახლა ეს პროფესიონალები არიან, მაგრამ ბავშვი რაღაცები მოდის რა. ეს პრო ინტელექტის ამბავი წერი რა. ჩემთვის პირადად აი კილიან მბაპეს და ვინისიუს ჯუნიორის მოდი ასე დავარქვათ, პაექრობა გადაიზარდა უკვე მარაზმში, იმიტომ რომ აი თელი შეტევითი პოტენციალი მოდის შემოწოდნე უკვე ვინისიუსი მბაპე თამაშები იყო სადაც მბაპეს გარეშე ვინისიუსმა კარგად ითამაშა თამაშები იყო სადაც ვინისიუსის გარეშე მბაპემ კარგად ითამაშა და ანუ ორივე ერთმანეთის გარეშე საკმაოდ არც თუ ისე ცუდ შედეგს აჩვენებდა იმიტომ რომ როდესაც ფეხბურთელი მადრიდის რეალში მიდის უფლება არ გაქვს რომ შენ სეზონი ჩაატარო და ერთი ტურნირი მაინც არ მოიგო. მნიშვნელობა არ იქნება ჩემპიონთა ლიგა იქნება, ლა ლიგა იქნება, ესპანეთის სუპერთასი იქნება, კოპა დელ რეი იქნება, სუპერთასი იქნება თუ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იქნება. ხო, მაგრამ ფაქტია რომ წლევანდელი სეზონი ჩაუვარდა. წლევანდელი სეზონი ჩაუვარდა და ეხლა ეთყობა ხო მეგობრებო რეალის ბალეში კი რა გაქანებო. ბარსელონა მოიგო, გახდა ჩემპიონი თავის ესპანეთის ლა ლიგის. რომელიც ანუ ფლიკმა მე მგონი აი შენას პრობლემას ჰქონდა რეალს თურქნელის ამბავში ფლიკთან ძალიან მარტივად მოაგვა შეკრა გუნდი რა ძალიან მარტივად მოაგვარა იმიტომ რომ გერმანელებს აქვთ ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი დისციპლინა თან მაგათ ანუ ყველა უჯერებს თან ანუ მე ანუ ჩემი აზრით ისიც განწირული იყო არბელოა ხო რომ მოიყვანეს
ეგეც თავი გაწირვა იყო რა რატომ? თავიდანვე განწერული რა იყო. ეგონათ რომ ეს აყვავენ და პერესი ეგეთი სულელია რომ ამის მაგიტო მოიყალა რომ ამას გუნდი აეშინებინა რა იქო გამორიცხული. არა. ჩააგდეს სპეციალურად სპეციალურად გაუკეთეს. ჯერ ალონსო ამოიწვის. ჯერ ალონსო ბოდიშა სიტყვაზე და გამოიყენეს ცუდად, იმიტომ რომ ალონსო მოგეხსენებათ გერმანიის ჩემპიონატში ლევერკუზენში ჩემპიონი გახდა. არანორმალურად მაგარი სეზონი ჩაატარა. რა გიჟური სეზონი ქონდა და ეხლა მე მგონი იმაში წავიდა ჩელსში. ეხლა ჩელსის მთავარი მწვრთნელი რა გახდა. ნახოთ ჩელსი დაახეული აქვს. შევეხებით ჩვენ ასევე პრემიერ ლიგასაც, ლიგაზე მაგრამ გადავალთ. აქვე ვიტყვი იმას რომ ესე იგი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ბარსა რეალი, ვილიარეალი გავიდა და მიქაუტაძე გახდა ბომბარდი. ჩვენი ჯორჯი გახდა ჩვენი სენიორი, ჩვენი ჯორჯი გახდა ვილიარეალის. აი ბარსელონა მინდა რომ იყიდოს რა. ჩემი აზრით აი ბარსელონაში უფრო კარგად ითამაშებს ეგ, ვიდრე რეალში უფრო ვერ გაკაჩავს. კი, იმიტომ რომ თან მით უმეტეს ლევანდოვსკი უკვე წავიდა. წავიდა და ტოვა კატალონიური კლუბი. ცენტრალური თავდამსხმელი ფორვარდი აკავს. ხულიან ალვარეზე იწერება და რამდენად გაოფიციალურდება ამას უკვე მომდევნო კვირებში გავიგებთ. ალბათ უფრო სოფლიო ჩემპიონატის მერე, იმიტომ რომ სანაკრებო პაუზაა დაწყებული. ვილიარეალი გავიდა და ატლეტიკოც გავიდა, 5-1 მოუგო. კი. ვილიარეალმა ატლეტიკოს მოუგო და სხვათა შორის დაფიქსირდა ისტორიული რა, რომ ატლეტიკოს არ გაუშვია 4 გოლი პირველ ტაიმში. ხო. და პირველად დაფიქსირდა. კი, ეს მართლაც. რეალ ბეტისი თამაშებს ასევე, იმიტომ 5 გუნდი გადის პრემიერ ლა ლიგიდან და აქვე მე-6 ადგილოსანი სელტა ვიგო ითამაშებს ევროპა ლიგას და ხეტაფე ითამაშებს კონფერენს ლიგას. და სხვათა შორის ესპანეთში ანუ აქ ინტრიგა არ ყოფილა. რატომ ვიზახი ახლა? ძალიან საინტერესო რამ მოხდა ლა ლიგაში. ერთის მხრივ 4-ეული გარკვეული იყო დიდი ხნის. აი უყურე ახლა რა ხდება. მალიორკა, ჟირონა, რეალ ოლივეიდო გავარდა, მაგრამ წარმოიდგინე აქ რა ხდება. რამდენიმე ტურით ადრე მაგალითად უყურე მე-11 ადგილზე გავიდეს ესპანიოლი. 46 ქულა ხომ აქვს? კი. ეხლა ნახე ბოლო ადგილებზე რამდენი ქულა აქვს? 42. просто შანსი იყო იმისა, რომ სიტყვაზე მალიორკას თამაში მოეგო და იქ რაღაცა ის მოხდარიყო. წარმოიდგინე მე-10 ადგილოსან და მე-10 ადგილზე რო ხარ და რაღაცა, ხო? ესეთ გავარდნით და მithumedes ბოლო მატჩები რო არის დარჩენილი, აღარ უნდა იწევდეს ეხლა როგორია მე-10 ადგილზე ხარ და ერთით მარცხით რო ქონოდა, ეგრევე ვარდებოდა. მე-10 ადგილოსანი ეგრევე ჩამოდიოდა დაბლა. კი. აი რამხელა ის ქონდა რა, მოკლედ ამის თქვა მინდოდა რა ამაზე რა. გადავიდეთ უკვე პრემიერ ლიგაზე არა? კი. თუ კიდე რამეს თქმა გინდა ესპანეთში. არა, მე დასამატებელი არაფერი არ. ხო, ნუ ეგ არის რა, საბოლოო ჯამში რო თქვათ, რეალს არ ქონდა კარგი სეზონი. არა უშავს რა, ფეხბურთია, სულ თქვენ ხوار მოვიგეთ. ხო, არა, სულ ჩვენ ვერ მოვიგებთ ვერანაირად. ჩემპიონთა ლიგა არა მოგივიდეთ ხელში. ორს დავამატებ, თქვენ ლა ლიგა უფრო გელატრებათ. ორს დავამატებ. არავის არ გიგონოთ მეგობრებო, რომ ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში დაინიშნა და რეალი ამოვა, ეგ გამორიცხული არის, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. უფრო არ ჩააგდოს მე მაგაზე ვფიქრობ. მეც ვფიქრება. ამაზე უარესი რო იყოს, რა გაგიკვირდება? დაწერა ის. მაურინიო რატომ მოიყვანეს მაინც ვერ ხდება. სხვა ვერავინ დახე, ანუ ის კლოპი არ წამოვიდა ეთქო. არც უნდათ. ბოლოს უკვე უფრო ბარსას ამბავში უნდათ, არც იქ არ წავიდა საბოლოო. მაურინიო, აი ვიცი, მაურინიოს ჰქონდა კაი პერიოდი, აი ჩელსი და ინტერში და იმებში რა, მოაგებინა ხო ეხა ჩემპიონთა ლიგები მოაგებინა და რავი რაღაცა, მაგრამ იცი რა არის? ყოველთვის აი მაურინიო, დიდი მწვრთნელია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დიდი მწვრთნელია, მაგრამ ეს არა, აი გრანდ გუნდებში ყოველთვის უჭირს და მაგისი სტილი არ არის და მე მაგიტომაც მადრიდის რეალში იყო ადრეც. და სხვათა შორის აი ეგ წელი ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა მადრიდის რეალმა. იმიტომ რომ რეალი ახლა თუ იტანდა გოლს, ბევრსაც უშვებდა.
და ერთადერთი სეზონი იყო, სადაც რამოსი ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ დაცვაში იყო სულ. დაცვაში იყო და წინ არ გარბოდა და აი გოლის გატანა აღარ უნდა. არა, იტანდა, მაგრამ ძალიან ისე რა, მაგრამ მაგის დროსაც ვერაფერი ვერ მოიგეს საბოლოო ჯამში. თუ ლა ლიგა მოიგეს. კოპა დელ რეი. ლა ლიგას ვერ ბარსელონას მოუგეს ხოთა შორის 1-0. რომელ დაგიტოვა კარგი შთაბეჭდილება, ეხლა ახალგაზრდები ხო წამოვიდნენ. მაგალითად ის ძალიან ოლისემ, რავი, ოლისე სერიოზული ტალანტია და მაგალას თუ არ გაფრანგა ეს ტალანტი. არა, ოლისე არ ჩანს ჩემი აზრით, ოლისე არ არის ისეთი ტიპაჟი ფეხბურთელი, რომ უაზროდ გაფრანგოს, იმიტომ რომ ჯერ ერთი კრისტალ პალასში არანორმალური სეზონი ჩაატარა. რობინიოზეც ეგრე იძახდნენ, ანუ რონალდინიოზე ყოველ შემთხვევაში მაგაზე დაკლები არ უნდა ყოფილიყო რობინიო. მაგრამ აი დაინგრა ტალანტი. ანუ ის გადაცემა რო არის, ქუჩები არ ივიწყებენ ეს მათ რომ მიყავთ, აი ქონდათ ეგ ამბავი რა. და ერთ-ერთი ეგეთი ტალანტი დაუვარდა და ძალიან დიდი ისრო იყო მაგაზე აგორებული, ეს უნდა იყოს საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშა ამას. და იდეაში მასეც იყო, იმიტომ რომ სასწაული, აი მე რა ვიცი რა, ყველა ბრაზილიერის სენი არის ეგ რო ბრაზილიური სენია. აი იგივე ნეიმარზე ხა შემოწოდნა 2 წუთით ნეიმარს კარიერას 2 სიტყვით მიმოვიხილავ. პრინცი რომელიც ტახტზე ვერ ავიდა. იმიტომ რომ უზომოდ ნიჭიერი, უზომოდ ტექნიკური ბრაზილიელებს არასდროს არ აკლდათ. მით უმეტეს ფეხბურთელი, რომელშიც პარი სენ-ჟერმენმა რეკორდული თანხა 220 მილიონი ევრო გადაიხადა. აი, ჩემი აზრით სწორედ მან დაუშვა შესაძლებელი. აი 220 მილიონი პარი სენ-ჟერმენში. მით უმეტეს პარი სენ-ჟერმენში, სადაც უკვე კილიან მბაპე ასე თუ ისე გუნდის ლიდერი იყო. დროთა განმავლობაში ორი სიტყვით შევეხები მესი, მბაპე, ნეიმარის ტრიოს. ორი სიტყვით უბრალოდ მესი, ნეიმარი, მბაპეს ტრიო იყო როგორი იცი, აი მე შთაბეჭდილება ეგრე დამჭა, რომ ყველა თავის ფეხბურთს თამაშობდა. ჩემი აზრით ძალიან ცუდი არის გუნდში ეგეთი რაღაცა და ვერაფერს ვერ იზამ. და ორი სიტყვით გეტყვით, რომ ფეხბურთში უნიშნულოვანესი არის დისციპლინა. როდესაც დამეთანხმება ალბათ ჩემი ცოდნე, როდესაც გუნდში დისციპლინა არ არის, უბრალოდ წარმოუდგენელი არის გუნდმა რაიმე შედეგს მიაღწიოს. მე არ გულისხმობ, რომ ჩემპიონი გახდეს და ძალიან დიდ დონეზე ითამაშოს. შეება 1-2 რაღაცა კაი გააკეთოს, მაგრამ სულ ვერ იქნება სისტემატიური სახელს ვერ მიიღებს. ვერ, ამიტომ დღევანდელი ფეხბურთი როგორია? აღარ არის ეს ინდივიდუალური, რატო გიქროს ყვარა რო ასე მიდის და ატყუებს თავამად კაცს და ვისწორდება ეს ხო ეს ადრე იყო. ეხლა აღარ არის, ძირითადად არის ჩქარი თამაში, სირბილი, უკან ჩამოსვლა, წინ წასვლა, პასი, ძირითადად ამასე მიდის თამაშები. აღარ არის ეს რაღაც პენტაობა და რაღაცა იშვიათი გახდა რა. და ადრე იყო, იმიტომ რომ ადრე სხვა სხვა იყო, ადრე იყო რა. კი, მაგას დაგეთახოთ ჩემს. ხო რა, აი და კიდე მასში თუ სანამ ნეიმარს ვიძახით, ძალიან გამიხარდა ნეიმარი გამოიძახეს. აი ეს ანჩელოტი რო იძახეს, რო აცხადებს, სხვა ფეხბურთელების სახელს, სხვა სიას ხო ეკითხულობს და ნუ ყველაზე ტაში ტუში დარი დური და ნეიმარი რო ახსენა დაინგრა დარბაზით მოვდა, ასე ის ჩავთვალე, რომ ამითი მთელი ერის გაჭრა რა, იმიტომ რომ ყველას უდოდ მარტო ბრაზილიაში კი არა, საქართველოში საქართველოს გვინდოდა ნეიმარს ეთამაშა რა. იმიტომ რომ არის ბოლოც ეკვა. და მე აი ზიდანის 2006 წლის ჩემპიონატი ხო გახსოვს? საოცარი მაგის როგორ ვინმე ელოდა ეგეთ რაღაცებს გააკეთეთ და და აი დახატა და პოსტო ერთი ფინალში წააგო ისიც ხო ისიც რანაირად ხო და რეები მოხდა მაგ ფინალში საერთოდ. და აი მე რატომღაც აი ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ნეიმარის საუკეთესო ჩემპიონატს ჩაატარებს, ხება ბრაზილიამ ვერ მოიგოს. მაგრამ ისეთ მაგარ ფეხბურთს ითამაშებს, რომ აი დაგამახსოვრებს სულ რა. აი მაგის ჯერ არ არის გამორიცხული ნეიმარისგან მით უმეტეს არა. თან აი ნეიმარის ის ემოცია, ის სტილი. ეგეც რა ბევრ რამეს ნიშნავს რა. მით უმეტეს 2014-ში ისეთი სერიოზული ტრავმა მიიღო კოლუმბიასთან, რომ ნეიმარის კარიერა საფრთხის წინაშე დადგა, შეიძლება დაესრულებინა, იმიტომ რომ მალები გაებზარა. და მოტეხილობა ქონდა, ძალიან სერიოზული მოტეხილობა ქონდა ნეიმარს.
მაგრამ როგორც ყველა ფეხბურთელი და ყველა სპორტსმენი არ დანებდა. რონალდო, ტიჭა რონალდოს. აი მეგარი რომ აი მაგან აი ჩემი აზრით აი რონალდო არის იმის მაგალითი რომ აი რაც არ უნდა დაეცე წამოდგომა უნდა შეგეძლოს მაინც რა ბევრი ეხა მაგის ადგილას ვაფშე აღარც თამაშობდა ისეთი რაღაცა დაემატა რა ტიპი იმის მერე წამოდგა ის ვეღარ იყო რა თქმა უნდა მაგრამ მაინც თამაშობდა და ნაკრებში ისო გააკეთა რა აი ის ფინტი რო გაუკეთა მეკარეს მაინც უკვე სუკარი რომ მოტეხა ხო ფეხის გადატარებებს მაინც რო გააკეთა და ხალხს იმენაჭი და ბოლოს ესე რა თქმა უნდა თავისი აღნიშნა ყოველთვის ისა რა მაგითი აჩვენა რომ დავარ რა ისე ანუ იმიტომ რომ მედია და ის იწერებოდა რომ აი რაღაცა ხო იცი მედია როგორ იყვითელი პრესა როგორ ჩასაფრებული აი კაკრას აი ზუსტად ახლა გადავალთ იმ მომენტზე როცა მედიაზე საუბარი ინგლისში რო არის ეგეთი უნდა და გადავიდეთ პრემიერ ლიგაზე მოკლედ კი ასე სანამ პრემიერ ლიგაზე გადავალთ თქვენ გამოიწერეთ ჩვენი არხის ու გამოვიწყდით გრეიფრუტი გამოიწერეთ გამოყვებით აქტიურეთ მოიწონეთ გააზიარეთ და რაც უფრო მეტი ვიქნებით უფრო კარგი ენთუზიაზმი გვექნება ისიც გვაპატიეთ თუ რაღაცა ვერ გვქენით კარგად და რაღაცა პირველი პოდკასტია პირველი რაღაცა ნენელა დავიხვეწებით და უკეთესი ვიდეოები გვექნება მოკლედ ბევრი ვაღარ ვილაპარაკო გადავიდეთ პრემიერ ლიგაზე რომელიც ასე თუ წერან კი ვთქვი რომ ესპანეთმა აჯობა თქო რაღაც მხრივ აჯობა იმიტომ რომ ერთი იმის მხრივ არაჯობა რომ ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნეს ბოლო ორი ტურამდე სანამ სიტი არ სანამ სიტის ფეხი არ დაუწდებოდა ბოლომდე იყო რა აი ბოლო წამამდე მართლაც დაძაბული იყო მეც ველოდებოდი ფოთაშორის ბორმუთის საღოლ ბორმუთი ევროპაზე ითამაშებს მაგალითად მე მაგალითად მაგრამ მინდოდა ლივერპულის პალაშიკევი ჯვარის მაცვალე მაგრამ აი ზატორა მაცვია მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ასე კლუბი რომელმაც ლივერპული ვაფშეულად დარჩენოდა და სლოტი უნდა მოგეშორებინა და იმას გირჩევთ ორი სიტყვით შევეხები ჩემო მეგობრებო იმას რომ სალაჰის კამზე როდის ორი სიტყვით შევეხები იმას რომ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში მოღვაწეობა ძალიან ცუდი არ არის ქართულ ხალხს გვიყვარს კრიტიკა შორიდან ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და მარტივი გონია მაგრამ უნდა გაუგოთ გიორგისაც, იმიტომ რომ ძალიან რთული დრო უდგას ლივერპულს. ეს არ არის ის მომენტი, რომ ლივერპული სამეულში არის და ლივერპული იბრძვის ტიტულისთვის, ლივერპული იბრძვის ჩემპიონთა ლიგისთვის, გუნდს რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები აქვს და რომლის გულშემატკივრები ძალიან მოთხოვნები არიან. ეგრე არ არის, ანუ უბრალოდ მარტივი არ არის გიორგის გადმოსახედიდან ამ ყველაფერთვის, ანუ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება, იმიტომ რომ გიორგისაც ძალიან რთული არის იმ რეალობის დანახვა რა რეალობაში დღეს ლივერპული არის. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ლივერპული ჩემოცოდნე მაინც იქნება ჩემპიონთა ლიგაზე იქითა სეზონში. ჩემპიონთა ლიგაზე იქნება, ხო ძლივობით გავიდა. ძლივობით გავიდა. თან ამასობაში შეგახსენეთ, რომ ალისონი უკვე დაბრუნებულია. ალისონმა უკვე ითამაშა. მამარდაშვილი რომ აი უყურე ახლა რა. წეხა თავიდან ითი დავიწყე მედია, ხო? ბრიტანეთში არის ძალიან სასტიკები არიან მაგ ხო. განდობა არის ძალიან უბრალოდ. და აი, ხო გახსოვს ჰარი მაგუაიერს, რატომ მოსდიოდა ეგეთი რაღაცები? ხო, ყო ერთხელ დაუშვა რაღაცა შეცდომა მეორე და ფსიქოლოგიურად ანუ გაანადგურეს ტიპი ისე რომ მე ეს გაუკეთე ჰარი მაგუაიერ და რაღაცებს უკეთებენ ბიჭო. ყველაფერზე არასაფეხბურთო მომენტებში საკეთებდნენ უკვე რა და ბიჭო ფსიქოლოგიურად მოქმედებს და აბა ერთი ინგლისში ფეხი დაგიცნეს და განძრეული რა ფეხბურთი ისწრის რა ეგეთი საკლადარი თან მიზმეტეს ინგლისელებს ძალიან უყვართ აი ეგეთი ტერმინების აუცილებელი ნაკლებად მაგრამ არა ხო ბიჭო და მამარდას რა ბრალია უყურე შენ 90 წუთის განმავლობაში კარში რო ვერ დაარტყავ მამარდაშვილის ბრალი რატოა წაგება კი შევა გოლი გაუვიდეს მაგრამ იქ დაცვაც არ ვარგო და one day კი წინა სეზონებში რომ დაფრინავდა ეხლა ვეღარ არის ხო ანუ აღარ არის ეგეთი გაუვალი კედელი აღარ არის თავისებად შეება ჩემო მეგობრებო რომ როდესაც გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ძირითადი მაგრამ კაი ბურთები კაი კონატე და ვანდი კი უბრალოდ თავიანთ მაქსიმუმს არაჩვენებენ არა ჩავა ბოლო თამაში შემოწოდნე 4-1 ასტონ ვილასთან თამაში სადაც გიორგის ძალიან კარგი თამაში ჰქონდა საკვანძო სეივების ჰქონდა თუნდაც ოლი ვოტკინსის გოლის დროს მაშინ როდესაც დამატებაზე ორ ფეხბურთელს აუღო გიორგი ბურთი
ამ დროს ვან დეიკი და კონატე უბრალოდ გათიშულებით განა სტადიონზე. ჩემო მეგობრებო, ლივერპულს შევეხეთ და ყველა კარად გეცოდინებათ სტივენ ჯერარდის ფეხის დასტენა ლონდონის ჩელსისთან. რა მძიმე მომენტში, რა დროს გმირი ფეხბურთელი გახადეს ანტისეპატი გმირი გახდა. აი, არაფრიდან მაგრამ ანტიგმირი დაჯვალდა, გახდა. პრესა მაგრამ დაჯვალდა. კაცი გააქციეს ვაფშე. აგერ კაი ლივერპული ამოუწურეთ ეხლა რა უნდა ვილაპარაკოთ. რომ ეს სეზონი მაინდამაინც ანუ წინა სეზონში მაგალითად მამარდარო ყოფილიყო აი როცა ლივერპული მაგრამ თამაშობდა და თვითონ აკონტროლებდა ბურთს, მამარდაშვილი იქაც მაგარი იქნებოდა, ნო. ასე რომ ჩვენ გამწერებოდა ჩვენო მეგობრებო, უბრალოდ ეს გთხოვთ. არ გვინდა ეს კლავიატურის ვირთხობა რა გეხოცები და იმაზე გამოხტომა რომ აი მამარდას ბრალია, მამარდაშვილმა ვერ ითამაშა, მამარდამ ეს ექნა, მამარდამ ის ექნა. რეალურად შიდა სამზარეულოში რაც ხდება ეს ყველაფერი გადმოდის სტადიონზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დისციპლინა არ არის გუნდში. ატმოსფერო არ არის გუნდში. ყველაფერი გადადის სტადიონზე. ეს ის არ არის რომ აი დავზე და უბრალოდ სემის კავჭამო და ვილაპარაკოთ რომ აი მე რა მარტივია შვიდა ლაპარაკი. აი ნახე როგორ თამაშობს ვან დეიკი, ბურთი ვერ ამოაქვს. ამ დროს ახალგაზრდა ახალი მოსული კერკეზი რომელიც იმერიც არ ქონდა არავის და ყველაფრის გაურკვეველი იყო რატომ აიზამეს მილოშ კერკეზი. ფეხბურთელი რომელმაც ყველაფერი ჩადო არც თუ ისე სუდი მცველი იყო, მით უმეტეს პირველ სეზონში ფეხბურთელს ვერ მოთხოვ. კი, სტანდარტებს პრემიერლიგა ერთ-ერთი წამყვანი არის და უნდა გქონდეს სტანდარტები, რომ აი რეალურად გუნდი ჩავარდა მარტო ერთს ვერ დააბრა, იმიტომ რომ კლოპი რო ყავდა, კლოპს ქონდა აწყობილი საათი გუნდი, აი დისციპლინას უსაუბრებდა, აი ერთი ფეხბურთელიც რო ამოგეგდო უკვე ერღვევდა, აი სალახ რეალთან ფინალში რაც დაემართა, ხელი რომ მოთხდა. აი მაგიტო ძალიან ჩავარდა, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა. მანდაც სერხიო რამოსმა ივაშკასაც ჩემო მეგობრებო. ეგ რო არ მოხდარიყო, შეიძლება სხვანაირად ასულიყო ეგ თამაში, იმიტომ რომ აი ეგრე ქონდა აწყობილი რა, ერთი ფეხბურთელი რო ამოგეღო, უკვე აი ირღვეოდა რა, ის ტაქტიკით როგორც თამაშობენ თუ რაც იყო, ის ვეღარ იყო, ის მუხტი ვეღარ ქონდა. და ეხლა გადავედით, ანუ არსენალმა მოიგო და მიულოცოთ არსენალის გილოცავთ მეთოფეებო. ნამდვილად, მაო გილოცავთ გული და რასაც ქვია დამსახურებული მოგება, იმიტომ რომ იყო სეზონები, იყო წლები, სადაც მანჩესტერ სიტისთან იყო ძალიან ბოლოს 2004-ში მოიგეს. ხო, 22 წლის 22-23 წელი არის გასული არის, რაც არსენალმა მეორედ უკვე აწია პრემიერლიგის ტიტული. და შორის აი იცი არის არსენალზე ყველას უპირს, მაგრამ მე მესმის ატომაც უპირს რა. არსენალი ყოველთვის გამოირჩეოდა გახსნილი და სანახაობრივი თამაში. ლახ ფეხბურთს თამაშობდა. რომ წაეგოთ იმ თამაშიც ვერ იტყოდი რომ ცუდად ითამაშა, იმიტომ რომ მაგარ ფეხბურთს თამაშობდა და ხშირ შემთხვევაშიც ის მარცხიც განაპირობებდა აი მაგ სანახაობრივ ფეხბურთს და აგერ ზმაო რა ქვია მაგათ არტეკამ პრაგმატული ფეხბურთი ათამაშა, მოიგო. თუ არტეტამ ხო? არტეტამ მოიგო აგერ პრემიერლიგა მოაგებინა პრაგმატული ფეხბურთით და შეიძლება ნუ ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს, რატო გიგვეს? ფეხბურთია. შეიძლება ხო იცი არსენალს მომენტი ჭირდება. მომენტი თუ შეექმნა და ერთი გაუტანა, კარგად მეყოლე მე რა. არა ეგრე ზევდი ხა პარი სენ-ჟერმენი ის გუნდი არ არის რომ არა მე ჩაჯდეს. ანუ ჩემთვის როგორ არის, იცი? აი 70-30-ია რა, მაგრამ ანუ 100%-ით ვერ იტყვი რომ მოიგებს რა. ეხა აი დაჟე 60-40 ვიტყვი რა ესე 40%-ს გაძლევთ არსენალის ბალაში. მე ზოგადად ამ პრაგმატული ფეხბურთი პირდაპირ ვიტყვი რომ მოდი თავს მივცემ უფლებას, უბრალოდ ეს ვებედრები რომ შარშანდელი ფინალი არ გამეორდეს, იმიტომ რომ ინტερμაც შვენიერი სეზონი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. ბარსელონას მოუგო, იყო რაღაც მოგებები, რამაც წინ წაწია გუნდი და უცებ ფინალში აი უბრალოდ გაითიშა გუნდი. ვერაფერი ვერ გააკეთა და პარი სენ-ჟერმენი კიდე ის გუნდი არის დღესდღეობით, რომელსაც როგორც შემაწოდე მახსენა, ერთი მომენტი უნდა. ერთი კი არა შეექმნა, 5 მომენტი და 5 მომენტი. გაბრიელი სარაბიას დუეტი მაგარია დაცვაში რო ვთქვა. იქ დეკლარაცია არის, იქ რეალშიც გამოხდა ეგ და ორი ჯარიმა გაუტანა. რაღაცა ჩვენთან მოუნდა. რაღაცა ჩვენთან მოგიდა სტატისტიკურად კიდე უმეტესი გოლები გატანილი აქვს საჯარიმო და კუთხურებით. ხო, მოკლედ მოგილოცავთ, მანჩესტერ იუნაიტედი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და როგორც იქნა ვეღირსება კარგი ფეხბურთი, იმიტომ რომ მანჩესტერის გარეშე ეთყობა რა ყველაფერს. პრემიერლიგასაც ეთყობა. მანჩესტერ იუნაიტედი რო ვერ იყო ფორმაში, არ იყო რა ისეთი რა. ეხა აი რაც კერიკი მოვიდა იმის მერე რა წაგება არ ქონია გუნდს და სულ მოდის ათუ იგებს და აი ათამაშა რა და იქ ხორავინ არ უყიდია იგივე ფეხბურთელები თათ არის ჯერჯერობით და ასეთი შედეგი მესამე ადგილია სხვათა შორის როცა რო შეება გავარდნილი ყავით მესამე ადგილზე გაიყვანა
და რჩება და კიდევ გვპირდება იმას, რომ ეს არის ეს უფრო დასაწყისიაო და ერიკს აი ფეხბურთელიც იყო რომ თამაშობდა, აი ეშმაკი იყო, წითელი ეშმაკი იყო რა ეგ ტიპი და ეთყობოდა და აი უყვარს რა ეს კლუბი უყვარს ამას მაშება და აკეთებ მე მაინც ეჭვი მაქვს რომ ფერგიუსონის რაღაც მითითებებიც აქ მაგას უეჭეგები და გობრობი ასევე შეგახსენოთ ჩემს პასატელეყურებლებო რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო ტურში ბრაიტონს 3 უპასუხო გოლი გაუტანა მანჩესტერ იუნაიტედმა ითამაშა ის ფეხბურთი რაც შემაწოდე მაღნისა როგორც წითელ ეშმაკებს შეესაბამება და შეეფერება ბრუნო ფერნანდეში გახდა უკვე კევინ დე ბრუინის და ტიერი ანრის მერე პირველი ფეხბურთელი რომელმაც 21 ასისტი გააკეთა. რამდენად სწორი ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ ჩაუდგენ თუ არა ბრუნოს საგოლე პასი, იმიტომ რომ ჩაწოდების მომენტში თურმე ფეხბურთელს მოხვდა ბურთი. ბიჭო, არა, მე მგონი იცი რა მომენტი ჩაითვალა? გოლი ხო? ის მომენტი ჩაითვალა, იქ ნეიმის გოლი ხო არ ჩაითვალა? აი ეს რაღაცა თუ ატარებს. 1-0 გაყავს. ნუ ყოველ შემთხვევაში გახდა საუკეთესო მეპასე. ნუ მანჩესტერ სიტიზე რა გავილაპარაკო, გაზულუქებული გუნდია, გავიდა მეორე ადგილზე და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს. ასევე იმაზე თვილაპარაკოთ გასავარდ ზონაში ვინები არიან. ვესტჰემი გავარდა. ვესტჰემი, ბარნლი და ვულვერჰემპტონი დაიმშვიდობა პრემიერ ლიგას. ვესტჰემი ჩემ ყოველთვის ასოცირდებოდა ჩემს აი კარგ გუნდად რა. მომწონდა ხოლმე. ასევე მოგაწოდეთ ინფორმაციას რომ ჩემპიონშიპიდან ფლორსები 2 გუნდი დაწინაურდა, ხო? 2 გუნდია დაწინაურებული და აუ მიდლსბორი იქნება გავიდეს რა, მაგრამ კი, კარგი იქნება. და სხვათა შორის ისიც ვთქვათ, რომ აქ ბორმუთზე ვთქვით, ბორმუთი და სანდერლენდი ესპანეთზე იმაზე თამაშებს კარგია და ბრაიტონი ითამაშებს კონფერენც ლიგას. კარგი, ეს გავიარეთ. ხო, აქ ის უნდა მეთქვა, აქ იცი რომ ჩემპიონშიპში ერთი ძალიან მაგარი რაღაცა დაფიქსირდა. მეგობრებო, ესეთი პრეცედენტი თუ გახსენდებათ, დაწერეთ კომენტარებში რა. მართლა მაინტერესებს თუ გინახავთ ეგეთი შედეგი. ჩემპიონშიპში ხო? ჩემპიონშიპში კი არა, ზოგადად, საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში თუ გინახავთ ეგეთი შედეგი, არ ვიცი. ვიზა საუდის არაბეთის ჩემპიონატშიც არ იქნება და ეგეთი რაღაცა რა. სხვა ანუ ჩემპიონშიპში აი წეღარო ვთქვით, Coventry დაწინაურებულია და გადავა. Coventry გადავიდა პრემიერ ლიგაში. და იფსვიჩში და აქეთ მე მგონი კიდე დარჩენილია თამაშები. კი. ჩემპიონშიპი მეგობრებო მოგეხსენებათ რომ მილუოლს აქვს შანსი გასვლის. კი. მაგრამ მიდლსბრო მინდა რა რო გავიდეს რა. თავარი წეგარასაც ვიძახდი რა. ასეთი რაღაცა დაფიქსირებულა ისტორიაში. ამას დახედე. Sheffield Wednesday ნოლიკული დამთავრებს. ბიჭო, აი ეგეთი რაღაცა გილა ხო? აი გასაგებია ჩემპიონშიპი არის რაღაცა ბიჭო ერთი ფრებაიც როგორ ვერ უნდა ითამაშო რა და ლესტერი მეგობრებო რომელიც 23 ადგილზე ამთავრებს როცა რო წარმოიდგინე 46 ანუ ჩემპიონსა პრემიერ ლიგაში მიდის 38 თამაში აქ არის 24 გუნდია თამაშობს და 46 თამაში არის ჩატარებული წარმოიდგინე და ნოლიკული დაასრულა მეგობრებო Sheffield Wednesday ის მინდოდა ჩვენებო Wednesday დაიმართა რაც ეგეთი რამე არასდროს არ მინახა არ გამიგია არც გამიგია და არც მიმეს არა ეგ იტალიაში რა მოხდა სამწუხაროდ Watford-ი ვერ გადავიდა Watford-ი ვერ გადავიდა შევეხოთ ჩვენ ქართულ ფეხბურთელებს რომლებიც Watford-ში ასპარეზობენ რომლებსაც არც თუ ისე კარგი სეზონი გამოვიდათ წლევანდელი Watford-ში გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს და ნიკოლოზ ჩიქოვანს უბრალოდ ნიკოლოზ ჩიქოვანს ჯერ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს დაგროვებული პირადად იცნობს მაგაზე ცილაპარაკებს შენგიზაშვილი არის სულ რამოდენიმე თვის წინ გადავიდა Watford-ში და დიდი იმედი მაქვს რომ ვიხილავ მასაც თუნდაც ჩემპიონშიპში ხო ასევე ბოდიში ცოტა გადაუხვევ თემას და იტალიაზე გადავალ და საინტერესო რამ მოხდა იტალიაში მილანი და იუვენტუსი ჩარჩა მილანი და იუვენტუსი შემოგებებო ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა იმიტომ რომ კომომ უბრალოდ სასწაული შეძლო სესკ ფაბრეგასი მეთოფეებო თქვენ გასაგონად მართლა წარმოუდგენლად მაგარი სეზონი ჩაატარა სერია წელს კარგი იყო ცუდი არის ცუდი არის სალახაობრივადაც კარგი იყო კომომ იმდენად
კომომე ბილეთები მომაგებინა ხალხო რას ლაპარაკობ. კომო მომაგებინა და ბრაიტონმა. კომო ბრაიტონი კონფერენს ლიგას ითამაშეს, მაგიტო გამისწორდა. ეს კარგია. კომო იქნება ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? კომო იქნება. კომო იქნება ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ კომა რომა ნაპოლიდან ინტერმა მოიგო. ინტერმა მოიგო საერთო. ეგეც არასდროს არ მომხდარა. მილანი და იუვენტუსი ერთდროულად არ გავარდნილა, აუცილებლად არ ლიგაზე არ ყოფილიყო. ან ერთი არ იყო ხოლმე, ან მეორე. და ეხლა მოხდა ეგრე, რომ არც ერთი იტალიური გრანდი არ გვეყოლება თუ ინტერს და ნაპოლის არ ჩავთვლით. კომოსთან და რომასთან არანაირი წაწმენდობა მაქვს, უბრალოდ გრანდი რასაც ქვია საფეხბურთო მილანი და იუვენტუსი არ გვეყოლებათ მომდევნო სეზონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე. რა გულს დასაწყვეტია სხვათა შორის. ტორინო იუვენტუსი 2-2 კომოს რა ენაღლება? კომო 4 კომო დაფრინავს 4-2 მოიგო კიდე ბოლო თამაში. მოკლედ ესია რა და ეხლა ნუ PSG მოიგო და ამაზე საუბარია ზედმეტი არის ახლა. ჩვენი უქროს ბიჭუნა დაფრინავს. და კი ზედიზედ მეორედ გახდა. ზედიზედ მეორე გახდა ხუჩა საფრანგეთის ჩემპიონი. დუბლისთვის ემზადება ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ასევე წარმატებებს უსურვებთ ხუჩას და პარის სენ-ჟერმენს. უბრალოდ აქვე დავამატებთ ინფორმაციას, რომ ჰაკიმი ვერ დაეხმარება პარის სენ-ჟერმენს და პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრამვის გამო. ჰაკიმი ვერ გამოსწორდა, არა ჰაკიმმა ტრამვა მიიღო ვარჯიშზე. ავა იმაზეც ხო გამოტოვა ბაიერთან საფასხო მატჩი ვერ ითამაშა. პირველ აი ჰაკიმი ვერ გამოსწორდა რა, ანუ სენია ქალბატონი. არა და ჰაკიმი საჭიროა ესეთ თამაში. კი. მით უმეტეს არსენალის ნაირ გუნდთან ახლა ისე მაგ პოზიციაზე ითამაშებს ისე ლუკა ერნანდესი. აი ემერი ეყენა ბაიერთან. შეიძლება ზაირემერის ადგეს მეგობრებო, რაც არ არის მაგრამ ზაირემერმა ბევრი შეცდომები დაუშვა პირველ თამაშში. აქვე დავძენ თუ ვინმე პარიზის გულშემატკივარი გვიყურებს, პირადად ჩემს დავაფიქსირებ და ცოტნეს დამეთანხმება. გადაღლილ და გადაჩანაკებულ პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში სადღაც 75 წუთზე 71-72 წუთზე შემოდის ბრედლი ბარკოლა და შემოდის ალბათ იმისთვის რომ უბრალოდ იდგეს და არაფერი არ გააკეთოს. რა დროსაც ჩვენი ხვიჩა, ჩვენი ლონკაცა 97 წუთზე გამწარებული მისდევს ლუის დიას და კიმიხს თავის საჯარიმოსთან და ბურთს ართმევს. ანუ ხო შეიძლება რომ ფეხბურთელმა ის მაინც გააკეთო ხუჩაზე არ მაქვს ლაპარაკი. არანორმალურად ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. ჯერ მარტო აი მაგიტო ფეხბურთით ერკვევიან და ისა მაგიტო ეკუთვნის ამბის ოქროს ბურთი. რო ეგრე ფეხბურთი ეს სოფლიო ჩემპიონატი ერთი არის ჰარიკეინი, რომელიც დაცვაში ჩამოდიოდა და ბურთის სატანაში, მაგრამ უყურე ჰარიკეინი თუ ნელი იყო რა. ჰარიკეინს ნელა მოქონდა. ნელა მოქონდა და ხშირ შემთხვევაში ხა პარის სენ-ჟერმენშიც მოხდა ეგ ფაქტი, რომ აგვიანებდა თავის პოზიციაში გადასვლას და როცა არ იდგა თავის ადგილას პასიც მიუვიდა და გოლიც გაიტანა. ხო რა ვიცი ხა. მაგალითად აი ბაიერში კიდევ ანუ ბაიერმა ვერ ითამაშა რა მოდი თქვა. კი ხელიო, პენალტიო, ისა მაგრამ ამაზე ხა არ ვილაპარაკოთ, უბრალოდ ბაიერმა ვერ ითამაშა ეგ თამაში, თავის ფეხბურთი ვერ ითამაშა, იმიტომ პარის სენ-ჟერმენი არ ათამაშა. აქვე დავძენ მეგობრებო იმას, რომ პარის სენ-ჟერმენი როდესაც 5-2-ს იგებდა თამაში დამთავრდა 5-4 და საფეხბურთო თრილერი ვიხილეთ. მაგარი თამაში. რაც ალბათ ეგ უნდა ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. და აი სხვათა შორის აი ბაიერნი ისე პარის სენ-ჟერმენის ბრალია ჩემ მეგობრებო ამას ვიტყვი. 5-2-ს იგებ თამაშს. მესმის რომ არ არის მარტივი ბაიერნისნაირ გრანდთან და მით უმეტეს გერმანულ გუნდთან თამაში არასდროს არ არის მარტივი, ცოტა დამეთანხმები ამაში. არა ეს ოლისეს გოლი ახლა მაგალითად იმედად დაცვა თლადად ჩავარდა. ნახევარ დაცვა ისედაც მოიკოჭლებს. ვაფშე მაგიტო მაშინი არსენალთან. ერთი ეგ არის რა. რო რაღაცა იქ უცებ იციან გამოთიშვა რაღაცნაირად და ისეთ არაადეკვატურ რაღაცას აკეთებს. მით უმეტეს მეგობრებო გაითვალისწინეთ რომ ნუნო მენდეშიც არ არის. რაღაც სასწავლო ფორმაში. მე დავდგები მაშინ არის. არა არის ეგეთ ფორმაში თორე. სიამონები დავეხმარებოდი ჩვენ გუშას მეც დავდგებოდი არა მაქვს პრობლემა, მაგრამ არ არის ეგეთ ფორმაში ნუნო მენდეში რომ დაველოდოთ მოკლედ. მაინც ხუჩას იმედი გვაქვს და თუ რამე მოხდა, მაგან უნდა ქნას რა. ეხა ბაიერნი PSG-შიც განმეორებით მატჩი ხუჩა იყო ლიდერი მოდი ვთქვათ. ჯერ მარტო ხუჩა ზოგადად მთელი სეზონი ლიდერი არის. უკვე რაც არის განსაკუთრებულად დაიწყო, იმიტომ რომ თლიანად ათამაშა.
კიდე დაჟე გადავიდა ცენტრალურ თავდამსხმელიც გახდა რაღაც მომენტში. მე წამოვიდა ქვევი დაცვაში, მე მარჯვენა შემტევიც იყო. ასე რომ ჩემო მეგობრებო, პირდაპირ ვიტყვი, რომ ხუჭა კვარაცხელი არის უნივერსალური ფეხბურთელი. და ბოლოს თუ დაავშტინა საჯმად ჩაიგდა მუხლებზე დადგა და პირჯვარი გადაიწე. აი მაგარი ადამიანია რა. მოკლედ, კაი, ეხა ბოლო ბუნდესლიგასაც შევეხოთ და ამითი მე გადავიდეთ პატარა იმაზე, რა კვიზზე. თუ არა, კვიზი არა, ის გავაკეთოთ. საუკეთესო ის გავაკეთოთ 11 სეზონის. ხო. მოკლედ, ნუ ბაიერნის დიდი მიუნხენის დორტმუნდი გავიდა. უბრალოდ მე პირადად ყელში ამომივიდა ბაიერნის და დორტმუნდის. ცუდი გაგებით არ ვამბობ. და ტიპი არ რამეხეთ ადრე ქონდა გარანტია. გერმანია არ არის ჩემპიონატი, აი ეხლა უყურებ მე სატურნირო ცხრილს. და ჰოფენჰაიმი, ბაიერნ ლევერკუზენი. ბუდუ სად არის? ბუდუ ხო არ გავარდა. ბუდუ გავარდა. ბუდუ გავარდა. სამაგეროთ შენმა ქართულმა იქნება ქართველებს გერმანია ძალიან უყვართ. მოდი ნოდარ სიმსივეს მაინც უნდა სიტყვას დავესწრები და ვიტყვი რომ ქართველებს გერმანელების წინააღმდეგ კარგად გამოგდის თამაში. ხუჭა კვარაცხელიას დუბლი, შემდეგ ბუდუ ზივზივაძის დუბლი თან სად ალიანს არენაზე? მე ქაუტაზემაც გაიტანა. ქართველების დღე იყო რა. ლაიფციგი გავიდა ასევე მესამე ადგილზე. და აქედან 4 გუნდი გადის. ნუ აქ ჰოფენჰაიმი და ბაიერ ლევერკუზენი თამაშობენ ევროპაზე, ფრაიბურგი თამაშობს კონფერენს ლიგაზე. მაგარია რა. კარგია. ძალიან მაგარი ამბებია ჩემო კარგო რა. მოკლედ ეს არის რა. ნუ საქართველოს ჩემპიონატზე რა უნდა ვთქვა ეხლა. ორი სიტყვით შევეხები საქართველოს ჩემპიონატს. და ამითია მოვუჩეთ მას. უბრალოდ პირდაპირ ვიტყვი რომ რას დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება ერთს მეც მოგწევ. კი, არა მარტო შიდა სამზარეულოში ზოგადად რაც ხდება. ეხლა ვიცი რომ კომენტარებში ძალიან ბევრს გამაკრიტიკებ და მეთქვით რომ აი შორიდან ლაპარაკი ძალიან მარტივია და რაღაც ეგეთებს დამიწყებთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით რომ დავდივარ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე, უყურებ თამაშებს და უბრალოდ ძალიან სამარცხვინო არის ცარიელ ტრიბუნებზე თამაში. მე არ ვითხოვ რომ გადავსებული და გადაჭედილი იყოს, რატო არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც სანახაობრივი ფეხბურთი არ არის, ფეხბურთელს პირობა არ აქვს, სავარჯიშო ბაზები არ არის, ახალგაზრდა თაობას საშუალება არ აქვს, რომ ნორმალურად აღიზარდოს ბაზაზე, კონდეს საჭირო ინვენტარი, ელემენტარული რაზე გვაქვს, აი როგორ თქვა, პრობლემა. არ არის საჭირო ზომები მიღებული იმისთვის, რომ ქართულმა ფეხბურთელებმა, ახალგაზრდებმა მით უმეტეს, თან თაობა ძალიან მაგარი მოვდის შემოწოდნეს შენს დამეთანხმები. უნდა იყოს ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ ქართულმა ბავშვებმა და მომავალმა თაობამ ფეხბურთი ითამაშოს. ეს არ არის მარტო იმაზე, რომ აი ანუ იმით არ განიცაზღება, რომ აი მარტო დინამო თბილისი, ლოკომოტივი, იბერია, ტორპედო, გაგრა, არა. უნდა ადგეს ფედერაციამ უნდა მიხედოს ამ ყველაფერს, ხო? ეგეც ვაი არ ვამბობს, აი სოხუმის და ცხინვალის ისიც უნდა იმას აქვთო. ვაკეთე რომ გავიძახითო რომ საერთოდ ჩვენია და ცხინვალი ჩვენიაო, ჩვენოთო მაშინ და იქიდანაც შემოვიყვანოთო ლიგაშიო რა, უნდებიო და იმაზეც სწორიც არის. კეცბაიას იმაზეა გათვლა რომ იქნება ფეხბურთელები ტალანტი იქით გამოცხულია რო არ იყოს. და კიდევ ერთ დავამატებ და მე შეგააგრძელე. რაც თავარი პრობლემა არის რა, ერთი ის რომ აი ეს გულშემატკივრის სტადიონზე არ მისვლები და სუცარიელი თუმცა ფეხბურთელისთვის ეხავს რა, რომ ცარიელი ტრიბუნა არის და იმ აღარ აქვს ის ითამაშოს. თუმცა თემურ ქესბაიამ და იმას ვიტყვი რომ აი გადავხედოთ ხო ქვეყნის ჩემპიონატი, აი მოდი ესპანეთს, გერმანიას, იტალიას, ინგლისს დავანებოთ თავი. გადავიდა რუსეთის ჩემპიონატზე ვილაპარაკოთ და რომ რუსეთი ხო გვეზიზღება. ბევრად უფრო კარგი ჩემპიონატია ჩვენზე, უკრაინასაც, აზერბაიჯანსაც. რა წარმოიდგეთ ახლა ჩვენ საქართველოში რომ ნორმალური იყოს ამ ამბავში და კლუბები იყოს განვითარებული ფინანსურად გინდა იმად გინდა განვითარებული რომ იყოს და აი დინამოს ახლა სახელი ხო აქვს მაინც ახლა 91-ში მოიგეს თასები და დინამო მაინც ყველა მიცის იმის მე დინამო ჩავარდა იმიტომ რომ აღარ წამოვიდა ფეხბურთელები თუ ვინმე მაგარი გამოჩნდებოდა ეგრევე ძლიერი კლუბი ყიდულობს რა თქმა უნდა ახლა კვარაცხელია და მიქაუტაძე და ისინი დინამოში თამაშობდნენ ახლა კონფერენს ლიგას ვინატრებდით კი არა ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებოდით ყოველ წელს. სპაია ცდილობს აგერ პატრიოტი ადამიანია და რა დინამოში მოვიდა აგერ ბოლოსში იყო დინამო და ახლა კი წააგო ბოლოს პარტიმასთან წააგო ტორპედოსთან წააგო მაგრამ რა მოხდა ფეხბურთია წააგო მაგრამ იმას არნიშნავს ერთი თამაში წინა თამაშები ხომ მოიგო. აქვე დავძენ ჩემო მეგობრებო და ორი სიტყვით შევეხები
წინა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის სენსაციას. რაც ბოდო გლიმტმა შემოსოთნე ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, აი რატო გავამახვილე ყურადღება ბოდო გლიმტზე. ბოდო გლიმტი ნორვეგიული გუნდი. სადაც ვარსკვლავები არ არიან. უბრალოდ აი ეს სრული საფეხბურთო სულისკვეთება და ჟილკა აქვს. ეხლა დამემოწმები რომ მანჩესტერ სიტისთან, ინტერთან და ატლეტიკოსთან გამარჯვება მარტივი არ არის. რაც არ უნდა იყოს. ამიტომ პირველად გადიხარ ლიგაზე. იმდენად კარგი შედეგი, რატო დადო შედეგი? იმიტომ რომ ექცევა კი ფეხბურთს ყურადღება. ფეხბურთი და მებრძოლი ბიჭები არიან და ბოლომდე იხარჯებიან. თან ფიზიკურადაც ახლა ნორვეგია მაინც განთქმულია ფიზიკურობაში, მაგრამ არა მარტივები არიან. საქართველოს ჩემპიონატზე რის თქმა შეიძლება კიდე იწყება თვიფასო მაყურებლებო ქართული კლუბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება ღმერთო როდის გვეღირსება რომ ერთი ქართული გუნდი მაინც გავიდეს თუნდაც ორი ლიგაზე მაინც გავიყვანოს სპეცფაიანში არ ვიცი რა იქნება როგორ იქნება ყოველ შემთხვევაში ისინი ალბათ დავკარგოთ რა ქულები ხო არა იმიტომ რომ ანუ როგორც ვიცი პირველზე თუ არა მეორეზე მაინც უნდა გავიდეს დინამო რომ მაშინ მოხდეს პირველ ადგილზე ამჟამად იბერია იმყოფება პირველ ადგილოსანი თამაშობს იმის საკვალიფიკაციოს ლიგის მეორე ადგილოსანი ლიგას თამაშობს თუ ევროპაზე მეორე თუ არ ვწდები იმას თამაშობს კონფერენს ლიგას მე მგონი ან ევროპა ლიგას ზუსტად არ მახსოვს ანუ ევროპა ლიგასაც ხო უნდა იყოს ეს ერთი თვითონ თითოა მე მგონი მეორე თამაშობს ევროპა ლიგას და მესამე ადგილოსანი კონფერენს ლიგას პირველზე ვერ სამწუხაროდ ვერ გავალ ანუ კონფერენს ლიგა მაინც კონფერენს ლიგაზე რომ საკვალიფიკაციოში მე მჩერა რომ ესპანია მოიგებს აგერ მე და აგერ თქვენ ამით მიმოხილვა დავამთავროთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოგვიწეროთ გრეიფრუტი ვიაქტიუროთ დალაიქეთ გააზიარეთ ეს ვიდეო და გვიყოთ უფრო მეტი კომენტარები დაგვიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენი აზრით და შეიძლება ერთ-ერთი ვიდეო გამოვიყენოთ იმაში რომ თქვენ დაწერილი კომენტარები წავიკითხოთ ესე და იმაზე გაგცეთ პასუხი ახლა გადავიდეთ და ამით დავამთავროთ ერთი ის რომ აი წლის შეჯამების ამიტომ გავაკეთოთ 11-ეული რომ გავაკეთოთ ჩემი ანუ მე ორივემ გავაკეთოთ მარტო შეგია აი მეკარეს ვის დააყენებ მაინც მოდი მე დავიდ რაიას დავით რაია და მარტინესი მივასება მარტინესი ეს ასტონ მარკოვი გავაყენოთ რაია მოდი იყოს რა დავით რაია ანუ რაია მაგარია მაგრამ ყერებიანი მეკარი არ მინდა აი ესენი რო აკეთოს კაი რაია არის მეკარებში მოდი მარჯვენა მცველი ნუ მარჯვენა ხელი ალბათ ერთი ჰაკიმი მეორე ვინ შეიძლება არსენალში ვინ არის მარცხნივ მარჯვნივ ჰაკიმი რო აი გავწელოთ ცენტრალური მცველები ცენტრალურში მე დავაყენები გაბრიელ სამცველად დავაყენები მცველები შეიძლება კიდე ბარსელონაში იყო ერთი კუბარსი ხო არა მე მგონი კაი სეზონი ქონდა მაგას ოთაშოვის ხია იყოს კუბარსი ხო რა კუბარსი და გაბრიელი და ნუნო მენდეშიც ასაკ ნუნო მენდეში აუცილებლად ნახევარდაცვაში ნახევარ ნუ ჩამშლელად რამ ვარიანტი გვაქვს ერთი კიმიხი მოდი ჩამშლელი კიმიხი იყოს რა ქვია ინია ლატერალია ვალვერდე რა ფედე ბიჭო ვალვერდეს არ ქონდა ცუდი სეზონი მოდი იყოს ვალვერდე და ვიტინია სამეულში ვიცი ხა რაც იქნება გასა 2-2-4 არის რატო იცი რა ხა მარჯვენა ვინგერსები საკ ოლისეს ცალსახად ოლისეს ნიამალი არა არ ქონდა ეგეთ სეზონი როგორ არ ქონდა ოლისეზე კაი სეზონი ნაკლებად არ ქონდა უფრო მეტი გოლია გატანილი მაგრამ საკონცო თამაშებში ვინ უფრო მეტი მონაწილეობა ვინ უფრო ითამაშა გამაჯერება თორე იამალიც არაა ცუდი უბრალოდ აი ბოლო პერიოდი ტრამვებიდან გამომდინარე ვიძახი მე რო გაუწდა საკვანძო პერიოდი მაგით კარგი მაშინ ბაპეს მე არ დავაყენე ხვიჩა მარცხნივ ხვიჩა ჰარიკეინი ხვიჩა კეინი და ისე თუ უე არა რა ოლისე მოდი ოლისე იყოს ოლისე
აი ეს 11-ულია ჩვენი რა მოკლედ და ნუ თქვენც გააკეთეთ თქვენ 11-ული დაგვიწერეთ და შევადაროთ ვინ მოიგებდა. მოკლედ ამით დავემშვიდობოთ მაყურებელს. იმედია მოგეწონათ თუ დაგღალეთ გვაპატიეთ შემდეგში გავითვალისწინეთ და უფრო კარგად გავაკეთეთ. აბა კარგად იყავით შემდეგ ვიდეომდე. მედნიერად შევხვდებით მსოფლიოზე.